ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ევაკუაციის ბრძანება გასცა. იძულებით გადაადგილებულ პალესტინელებს არასაკმარისი რესურსების გამო სულ უფრო მეტად უჭირთ თავშესაფრის პოვნა. დევნილები ამბობენ, რომ მათ არ გამოუყვეს შესაბამისი ადგილები, კარვები, საკვები და ჰუმანიტარული დახმარება. ისინი იძულებული არიან პირდაპირ ქუჩაში დაბანაკდნენ. პალესტინელები კვლავ მასობრივი შიმშილის ზღვარზე არიან. ჩვენ ვსხედვართ ღია ცის ქვეშ, ამ მთებს შორის და მხოლოდ ღმერთის იმედი გვაქვს. გეფიცებით 1 შეკელიც არ მაქვს საკვების შესაძენად. დღეს საერთოდ არაფერი მიჭამია. ღამე ქუჩაში მეძინა. არ არის ნორმალური ქუჩაში ძილი. არც წყალი, არც საჭმელი, არც ელემენტარული პირობები. ასე ცხოვრება წარმოუდგენელია. სამხრეთ ღაზის ბანაკებში ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც ისრაელის არმიამ ქალაქი ღაზა საბრძოლო ზონად გამოაცხადა და ადგილობრივებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. გვეშინია, ვღელავთ ჩვენი შვილების გამო. ბომბები ყველას აშინებს. აქ სიცოცხლე აღარ არის. იქნებ ოდნავ მაინც გაგვიუმჯობესდეს ცხოვრების პირობები, რომ ჩვენმა შვილებმა ისევე უსაფრთხოდ იცხოვრონ, როგორც სხვა ბავშვებმა მსოფლიოში. წარმოუდგენელ ტერორსა და შიშში ვართ. წყალიც კი არ არის ხელმისაწვდომი. ვერ ვშოულობთ საკვებს. ჩვენ ვთხოვთ არაბულ, ისლამურ და დანარჩენ ერებს, რომ დაგვიდგნენ გვერდით და დაგვეხმარონ ამ ომის შეჩერებაში. ისრაელი კი აგრძელებს მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას. 10 სექტემბერს ღაზის სექტორში ფაქტობრივად მთელი დღე ისმოდა აფეთქებების ხმა. ამ იერიშებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის არმიის პრეს-მდივანმა ქალაქ ღაზის დასავლეთ ნაწილის გარკვეული რაიონების მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. თუმცა მშვიდობიანი მოქალაქეები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. ღაზის ჟანდაცვის სამინისტროს ცნობით ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის დარტყმებს 41 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 184 კი დაშავდა. ამავე წყაროს ცნობით ბოლო 24 საათში ჰუმანიტარული დახმარების მიღებისას 12 მოქალაქე დაიღუპა.